მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გადავწყვიტე და დავიწყო მოკლე ვიდეოების ციკლის ჩაწერა პროფესიებთან დაკავშირებით და მოგიყვეთ რა მდებარეობები არის სასურველი და ზოგჯერ აუცილებელიც ამა თუ იმ პროფესიის რუკაში, პროფესიის ადამიანის რუკაში. პროფორიენტაციაზე როცა ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, პირველად უყურებთ სატურნსა და მარსს, ეს არის ორი აუცილებელი მდგენელი, მაგრამ არა საკმარისი. ძალიან მნიშვნელოვანია ნათობების მდებარეობა და თქვენ წარმოიდგინეთ ყველა პლანეტის, მათ შორის უმაღლესი პლანეტებისაც კი. მე წინა ვიდეო მქონდა ფინანსებთან დაკავშირებით და აუცილებელია ასევე რომ ეს პროფესია რეზონირებს ფინანსურ სახლებთან, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანმა პროფესია აირჩიოს და ძალიან გამართული რუკა ქონდეს პროფესიული თვალსაზრისით, მაგრამ არ პასუხობდეს მის ფინანსურ სახლებს. შესაბამისად ის იქნება კარგი პროფესიონალი, მაგრამ არა მოთხოვნადი, რომელიც ამით ფინანსებს ვერ გამოიმუშავებს, ასე ვთქვათ. ამიტომ აი ეს კომბინაციაში რომ მოვაქციოთ ვაპირებ, რომ აი ესეთი ვიდეოები გავაკეთო. დავიწყოთ ხვდებით ალბათ, რომელი პროფესიით უნდა დავიწყოთ, ეს გახდოთ ექიმი ჰაუსი, დავიწყოთ ექიმით. ზოგიერთი ადამიანი ბავშვობიდანვე იჩენს მედიცინისადმი ინტერესს, ფიზიოლოგიითაა დაინტერესებული, ბიოლოგიით, ანატომიით და პრაქტიკულად ჩვენ თვალწინ იზრდებიან მომავალი ექიმები. თუ დაუკვირდებით ასეთ ადამიანებს, ისინი ძალიან მშვიდად უდგებიან ბიოლოგიურ პროცესებსაც, არ ვარდებიან პანიკაში და ყველა ამის ამ მოცემულობის ასტროლოგიურ გამოხატულებას მოგიყვებით, ანუ რა სად რომელი პლანეტა უნდა იყოს და რა ასპექტებში უნდა იყოს და რაც მთავარია, მათ შეუძლიათ კრიზისულ სიტუაციებში, როდესაც სხვები პანიკაში ვარდებიან, მოიხმონ გონიერება და სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილება და თვითონ არ ჩავარდნენ ისტერიკაში. რა თქმა უნდა, ადამიანს არ უნდა ეშინოდეს და გული არ უნდა მიდიოდეს სისხლის დანახვაზე. ადამიანები უნდა იყვნენ, როგორც გითხარით, გაწონასწორებული ემოციურად, ამიტომ აუცილებელია ამ ნათობების, განსაკუთრებით მთვარის კარგი მდებარეობა რუკაში და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეგრეთ წოდებული სამედიცინო გულგრილობა, ხშირად გაგვიგია ექიმების გულგრილობა, ხომ? აი ამ გულგრილობის გარეშე მიიღოს ადამიანის მდგომარეობა და გააანალიზოს ადამიანის მდგომარეობა, სწორად გააანალიზოს და ბოლომდე მიხვდეს, რა შეუბნება პაციენტი. მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი რამ, რომ ექიმი უნდა იყოს თანამგრძნობი აუცილებლად, მაგრამ არა თანაგანმცდელი. აქ ალბათ ხვდებით, რომ აქცენტირება ხდება კონკრეტულად მთვარეზე. დიახ, ექიმს უნდა ქონდეს ძალიან ისეთი მწყობრი მთვარე, არა ისტერიკულ ნიშნებში და არა ისტერიული ასპექტებით, რომელიც თვითონ არ განიცდის იმ ადამიანის ყველა ტკივილს, ყველა გასაჭირს, არამედ ის უბრალოდ გარედან თანაუგზნებს და სწორად შეაფასებს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს ხოლმე ექიმის შეფასებას, რა თქმა უნდა ჰქონდეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი. ახლა გადავიდეთ კონკრეტულად ასტროლოგიურ მდებარეობებზე. ექიმების რუკაში ძალიან ხშირად არის გამოკვეთილი მე-6, მე-8, მე-12 სახლები. სხვათა შორის თუ კი ეს სახლები არის გამოკვეთილი და თუ კი ეს სახლები არის პლანეტებით დახურძლული, ძალიან სასიამოვნოა და სასურველია, რომ ადამიანი წავიდეს სამედიცინო სფეროში, იმიტომ რომ მაგალითად მე-6 სახლის დატვირთული მე-6 სახლი მას აუცილებლად შეაწუხებს მედიცინაში, მედიცინის კუთხით. ანუ მოთხოვნილი სადაც ბევრი პლანეტა გვაქვს ჩვენ და განსაკუთრებით ნათობები თუ გვაქვს, ჩვენ იძულებული ვართ, რომ იმ სახლის თემებით დავყავდეთ და აქტიურად ჩავერთოთ და ამ შემთხვევაში თუ კი ადამიანი არ არის ექიმი, თუ კი არ არის სამედიცინო სფეროში, ის იძულებული ხდება, რომ საკუთარ თავზე გაიაროს რაღაცა ეს სამედიცინო манипуляციები და როგორ გითხრათ, აი რაღაცნაირი ყოველდღიურ რუტინად ექცევა ეს მუდმივად ავადმყოფობის მდგომარეობაში ყოფნა. შეიძლება ეს არ იყოს რთული დაავადებები, არ იყოს რაღაცა ქრონიკული და საშიში დაავადებები, მაგრამ არის აი პატარ-პატარა მცირედი ავადმყოფობები, ოღონდ საკმაოდ ხშირად. რაც რა თქმა უნდა არ არის სასიამოვნო. შესაბამისად აი ამ სახლების გამოკვეთით კარგია თუ ადამიანი მედიცინაში თუ არ იქნება მაგალითად ექიმი და მას აქვს სხვა ვთქვათ ბუღალტერის
ასპექტები, მაშინ შეიძლება სამედიცინო სფეროში იმუშაოს იგივე ფინანსურ თემაში. იმიტომ რომ ის ეგრეგორი, რაც სამედიცინო დაწესებულებაში სუფევს, მაინც მოქმედებს და მაინც ამუშავებს ამ ის მედიცინისკენ მიმსწრაფ ასპექტებს. ესე ვთქვათ. მოდი დავიწყოთ ახლა სახლებზე უკვე გითხარით, მე-6, მე-12 ძალიან კარგია ასევე ქალწულის გამოკვეთა და ძალიან კარგია თუ კი არის ქალწული თევზების ღერძის ზოგადად, იმიტომ რომ ეს არის მსახურების ღერძი, ეს არის ადამიანებისთვის რაღაცის გაკეთების, სიკეთის კეთების, თითქმის საკუთარი ცხოვრების მიზნის გააჩნია რა შემთხვევაში და ყოველ შემთხვევაში აი ის მომსახურების და მოვლის სფეროა რა მოკლედ. მოდი დავიწყოთ ისევ მთვარით, რადგან როგორც გითხარით, ძალიან სასიამოვნოა, რომ ექიმს აქვს მთვარე, ისეთ სტაბილურ ნიშნებში და არ არის ისტერიული. კარგია, თუ კი მთვარის ჰარმონიული ასპექტი აქვს მერკურისთან და მთვარე არ არის დაზიანებული. რას ნიშნავს მთვარე არ არის დაზიანებული? მას არ აქვს ოპოზიციები და კვადრატები, განსაკუთრებით სატურნისგან და პლუტონისგან. ასევე მზესაც არ უნდა ჰქონდეს ოპოზიცია სატურნთან და ოპოზიცია პლუტონთან. ძალიან კარგია თუ მზეს და მთვარეს, ეს უკვე არა მხოლოდ მედიცინისთვის, არამედ ნებისმიერი სოციალური წარმატებისთვის არის კარგი, თუ ჰარმონიული ასპექტი, ანუ ტრინი და სექსტილი აქვს იუპიტერთან და ასევე შესაძლებელია ნეპტუნთანაც. იმიტომ რომ ნეპტუნი აი ამ თანაგრძნობას ძალიან კარგად ავითარებს. ძალიან კარგად შეუძლია ნეპტუნის გამოკვეთით ადამიანებს და გამოკვეთაა, როდესაც მზესთან და მთვარესთან აქვს ასპექტი, გაიგონ ის, რასაც შეიძლება ადამიანი სიტყვებით ვერ ამბობდეს. სხვა შორის ვეტერინარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ ეს ასპექტი. კარგია, როდესაც მზე და მერკური არის მერვე სახლში და აი ფინანსებზე გითხარით, ხო, რომ ადამიანმა ამ პროფესიით უნდა გამოიმუშაოს ფინანსები და თან აქ უნდა იყოს მოზომილი და არ უნდა გადავარდეს ერთგვარ აზარტში და ფულის შოვნაზე უხეშად რო ვილაპარაკოთ და ეს არ უნდა გადაიზარდეს სამედიცინო გულგრილობაში. ამიტომ პირველი, მეორე, მე-10, მე-6 სახლების მართველები თუ კარგია თუ იქნება მერვე სახლში და ნეპტუნსა და მერკურის არ ექნებათ ოპოზიცია. ასევე არ არის სასიამოვნო ოპოზიცია თუ არსებობს რუკაში მერვე სახლებს შორის. სატურნი კარგია ჰარმონიულ ასპექტებში მზესთან, მთვარესთან, მერკურისთან და მარსთან. მარსი კონკრეტულად რა თქმა უნდა არის პროფორიენტაციის ერთ-ერთი წამყვანი პლანეტა და ასევე აი ქირურგების რუკებში არის განსაკუთრებით გამოკვეთილი კიდე მარსის ასპექტები, იმიტომ რომ პირდაპირ მიგვანიშნებს აი დანით მუშაობაზე, ეხლა შეიძლება ლაზერით არის უკვე ოპერაციები, მაგრამ არ აქვს ამას მნიშვნელობა, ყოველ შემთხვევაში სადაც აი სისხლია თუნდაც უსისხლო, მაინც ოპერაცია ნიშნავს ქსოვილის დარღვევას და შესაბამისად აქ მარსი ძალიან აქტიურად არის ხოლმე ჩართული. და ძალიან სასიამოვნო არის ასევე, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, უმაღლესი პლანეტები, რომლებიც აი გახსოვთ ბავშვობაზე რო ვილაპარაკებოდით, ბავშვის აღქმაში ეს არის რაღაც ახალი ცოდნა, მისწრაფება სიახლისკენ, მისწრაფება თავისთვის უცხო აბსოლუტურად უცხო თემებისკენ, ხო? ამიტომ ეს არის უმაღლესი პლანეტების ჩართულობა და ურანის და ნეპტუნის ჰარმონიული ასპექტები არის ძალიან კარგი, მარსთან, მერკურისთან, მზესთან, ასევე მთვარეზეც გითხარით, მთვარე ურანის ასპექტი არ არის სასიამოვნო, იმიტომ რომ ურანს მაინც ემოციები შემოაქვს და მთვარის სტაბილურობას უკარგავს, რაც ექიმის ემოციური მდგრადობისთვის არის აუცილებელი. აი მოკლედ არის ეს მდებარეობები, რაც სასურველია ტექნიკურ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ექიმის რუკაში იყოს. რა ვიცი, ჩახედეთ თქვენს რუკებს, უპირველეს ყოვლისა, მაინც ჩახედეთ მე-6 სახლში რა ხდება, თუ გამოკვეთილია მე-6 სახლი, თქვენ უნდა იფიქროთ ალბათ
სამედიცინო სფეროსთან დაკავშირებაზე რამე ფორმით, თუ მთლად ექიმები არ იქნებით, შეიძლება მივღებში რომ გოგოების ხედან, თუნდაც ისინიც კი ამ ეგრეგორის მატარებლები არიან და ამ სამედიცინო ვიბრაციებზე არიან და საკმაოდ კარგად ამუშავებენ დატვირთულ მე-6 სახლს. ახლა მე-8 სახლი რატოა ჩართული მე-8 სახლი? მე-6 მე-12 ვიცით რომ კონკრეტულად არის სამედიცინო თემები. მე-12 სახლში შეიძლება თავს იყრიდეს ქრონიკული დაავადებები, რაც შეეხება მე-8 სახლს. მე-8 სახლი არის კრიზისების სახლი და შესაბამისად ამ სამედიცინო თემებში არის რა თქმა უნდა ჩართული, როგორც არის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და მათ შორის სიკვდილიც. წარმატებულ დღეს გისურვებთ მეგობრებო და ძალიან გთხოვთ დამიწერეთ რომელი პროფესიების მდებარეობები გაინტერესებთ. მე კი მაქვს ჩამოწერილი რამდენიმე პროფესია, მაგრამ საინტერესო იქნება თქვენი აზრიც. დიდი მადლობა.